ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებმა ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართეს. როგორც კოალიციის წევრები ამბობენ, მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ სანამ ქართველი ხალხი ახალ არჩევნებს არ მიაღწევს. მათი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან მიმართებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს და ის ცვლილება, რომელიც უწყებაში იგეგმება, საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკას არ შეცვლის. ცხადია, რომ ხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ გაგრძელდება, ეს ხარდაჭერა იქნება თანმიმდევრული, უწყვეტი, მანამ სანამ ქართველი ხალხი არ მიაღწევს ახალი არჩევნების შენიშვნას და სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას. ამიტომ რაც არ უნდა პროპაგანდა მიმუშაოს ქართული ოცნების, რომ ვითომ და ზოსიანდრის შემდგომ მათთვის სასიკეთო ცვლილებები იქნება, არანაირი სასიკეთო ცვლილება არ იქნება ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმებისთვის, როგორცაც წარმოადგენს ქართული ოცნება. გაგრძელდება და გაგრძელდება ზეწოლა უფრო მეტი ძალით იმისათვის, რომ დემოკრატიული ცვლილებები ქვეყანაში მოხდეს. დანარჩენი არის ქართული ოცნების პროპაგანდა, რომელიც აუცილებლად დამარცხდება. სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს ძალიან აქტიურად მუშაობას, ტრანზიცია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, სავსებით არ ეხება იმ პოლიტიკასაც საქართველოს მიმართ არსებობს და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმენთ, რომ რა თქმა უნდა, ქართული დემოკრატიის მხარდაჭერა და ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერა გაგრძელდება ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც. ქართული ხალხის ბრძოლა დემოკრატიისთვის, უფლებებისთვის, მომავლისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, ფასობს ამ შენობაში და არც ერთი ტრანზიცია და არც ერთი ახალი ხელისუფლების მოსვლა ამას ხელს არ შეუშლის.